რა არის სილამაზე? მოგესალმებით, ეთერშია რუბრიკა რა არის სილამაზე ლიკა ბიჭიაშვილთან ერთად. ყველასთვის ცნობილია, რომ სახისგანს ყოველდღიური მოვლა სჭირდება და აუცილებელია მისი გასუფთავება, რათა მოცილდეს მაკიაჟი, მიკრობები, ოფლი და ცხიმი. როგორც წესი, სახე დღეში ერთხელ მაინც უნდა დაიბანოთ, თან ისეთი საშუალებებით, რომელიც არ დააზიანებს და მთლიანად არ მოაცილებს ბუნებრივ ცხიმს სახისგანს. ბუნებრივია სახის დაბანამდე ჯერ მაკიაჟი უნდა მოიცილოთ. ყველაზე რთული მოსაცილებელი თვალის მაკიაჟია. სასურველია ამისთვის განკუთვნილი სპეციალური პროდუქტი შეარჩიოთ. ყველა კანისთვის შესაფერისი არჩევანია არაზეთოვანი სითხე. შეეცადეთ ხელის უხეში მოძრაობებით არ გაიღიზიანოთ თვალის მიდამო, არამედ ნაზი ხელის მოსმით მოიცილეთ თვალის ჩრდილი, ტუში და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ თვალის მოსაშორებელი სითხე გაგითავდათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნი ან ნუში ზეთში დაასველოთ ბამბა. თუ რომელი დასაბანი საშუალებაა უკეთესი თქვენი კანისთვის, ამისთვის შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ. სახის დასაბანად შეარჩიეთ ისეთი საპონი, რომელიც იქნება სპეციალურად განკუთვნილი სახის კანისთვის. უმჯობესია შეიცავდეს გლიცერინს, რომელიც გამოშრობის ნაცვლად დაარბილებს და ღრმად გაწმენს თქვენს კანს. ეს საპონი საუკეთესო საშუალებაა ცხიმიანი კანისთვის. სახის კანის გამოშრობისა და დაჭიმულობის ასაცილებლად არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი. ჟელის ტიპის დასაბანი საშუალებები, როგორც წესი, დაბანის დროს ქაფდება. ასეთი სტრუქტურა კარგად უმკლავდება ზედმეტი ცხიმის გამოყოფას სახეზე და ებრძვის გამონაყარს. საუკეთესო არჩევანია ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანისთვის. კრემოვანი დასაბანი მასალა მსუბუქია და შეიცავს წყალს. სახეს ასუფთავებს ნაზად და არ არის კანისთვის უხეში. უმეტესწილად ასეთი პროდუქტები შეიცავენ ზეთებს და რეკომენდებულია ნორმალური და მშრალი ტიპის კანისთვის. ზეთოვანი დასაბანის საშუალებები ყველაზე კარგია მშრალი სახის კანისთვის. ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ მალამოს, იმით არის გამორჩეული, რომ სახის კანის გასუფთავება და დატენიანება ერთდროულად ხდება. გარდა ცხიმიანისა, ყველა კანის ტიპისთვის შესაფერისია ასეთი პროდუქტი. დასაბანის საშუალებები, რომელიც შეიცავენ პილინგის ეფექტს, გამოიყენება მკვდარი კანის მოცილების მიზნით. ამ პროცედურის შედეგად სახის კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება. პილინგის სახის დასაბანი პროდუქტები იყოფა ორ ნაწილად. პირველი, რომელიც შეიცავს ჰიდროქსიმჟავას, რომლის გამოყენება შეიძლება კვირაში რამდენჯერმე და არ არის უხეში სახის კანისთვის და მეორე ტიპის, როცა დასაბანის საშუალება შეიცავს ბურთულებს, რომლითაც სახე უნდა დაიბანოთ კვირაში ორჯერ. არჩიეთ თქვენი კანისთვის საუკეთესო დასაბანის საშუალება. სწორად შერჩეული პროდუქტი დაგეხმარებათ სახის კანის გასუფთავებასა და მისთვის ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში. მადლობთ ყურადღებისთვის, რუბრიკა თქვენთვის ლიკა ბიჭიაშვილმა მოამზადა.